მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ პატარა საჯარო გაშლა თემით თქვენი ფინანსები ნოემბრის თვეში. ნახოთ აბა როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური ენერგიები ნოემბრის თვეში. კონცენტრირდით საკუთარ თავზე და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები და როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები ნოემბრის თვეში. ქვებსაც დავამატებთახლავე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ რომელი მეტად გიზიდავთ, რომელი მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. მეგობრებო, პირადი კონსულტაციებისაც გზავნით შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. ასევე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები ნოემბრის თვეში. ხმლების ტურზე ამოვიდა აქ მეგობრებო. პირველ რიგში აქ მოდის უფრო მეტად რაღაც ახალი იდეები, ახალი ფიქრები, უფრო მეტად რაციონალური და ანალიტიკური აზროვნება მოდის კონკრეტულად ამ არკანიდან, ვიდრე რაღაც ემოციები. და ნახეთ, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პირველი ვარიანტი თქვენს შემთხვევაში აქ აუცილებლად იქნება რაღაც ახალი იდეები, ახალი ფიქრები, აუცილებლად მოგეცემათ იმის საშუალება, რომ დაფიქრდეთ რაღაც ახალ ფინანსურ იდეაზე, რაღაც ახალ ფინანსურ გეგმაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ მოგიწევთ ძალიან ბევრი რაღაცის გათვალისწინება და მოგიწევთ თქვენს ფინანსებზე უფრო რაციონალურად ფიქრი. ანუ მოგიწევთ რომ მეტად დაფიქრდეთ თუ სად და როგორ მიდის თქვენი ფინანსური ენერგია, მეტად რაციონალური განსაზღვრა მოგიწევთ თქვენი ფინანსებისა. დავამატოთ არკანები კიდევ. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები ნოემბრის თვეში. თასების მეფე, ფორტუნას ბორბალი და არკანი ზომიერება. აქ ნამდვილად შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ფინანსური პრობლემები ან დისბალანსი, თუმცა რომც რაიმე სახის პრობლემა იყოს, გაითვალისწინეთ, რასაც ახლა გეტყვით, თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ ეს პრობლემა დააბრკოლოთ. იმიტომ რომ აქ ფორტუნა, თავად სამყარო, თავად იღბალი და თავად სამყარო თქვენს მხარეს არის და რაიმე სახის სირთულეებს თუ თქვენ შეხვდებით, რაც სამწუხაროდ იქნება აქ სირთულეები, იმ კუთხით რომ მოგიწევთ უფრო რაციონალურად განსაზღვრა, მოგიწევთ მეტი ფიქრი, მეტი დაძაბულობა იგრძნობა. თუმცა ამ დაძაბულობის შემდგომ აუცილებლად მოვა ჰარმონიაც, შინაგანი ჰარმონია ფინანსებთან დაკავშირებით. მაგრამ მანამდე თქვენ მოგიწევთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, უფრო სწორად განსაზღვროთ თქვენი ფინანსები, მოგიწევთ, რომ ბევრი რაღაც დაწონოთ. ამიტომაც ამ კუთხით უფრო ემოციური სირთულეები აქ იქნება. იქნება ასევე სირთულეები იდეებში, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ რაღაც თქვენი ბიზნესი ან რაღაც თქვენი საქმიანობა, სადაც გჭირდებათ ძალიან ბევრი ფიქრი, ძალიან ბევრი ანალიტიკური აზროვნება, გჭირდებათ მუდმივად რაღაც ახალი იდეები, ამ კუთხით შეიძლება იყოს სირთულეები. მაგრამ იცოდეთ, რომ სირთულეები ჩვენ გვაძლიერებენ და თქვენც ნამდვილად არ იქნებით გამონაკლისი, იმიტომ რომ ძალიან მალე გამოხვალთ ამ გარკვეული პრობლემიდან. გარდა ამისა, თუ თქვენ უკვე გაქვთ ეს რაღაც უარყოფითი ენერგია, ეს რაღაც სირთულეები და დაძაბულობა, თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ და მოაგვაროთ თქვენი პრობლემა. თქვენ აუცილებლად მივხვართ ჰარმონიულ მდგომარეობამდე. იმიტომ რომ ფორტუნა, თავად სამყარო თქვენს გვერდით არის. ამიტომაც თქვენი ფინანსური პრობლემები მოგვარდება. ნახეთ თავისი დამოვარდა არკანი ქურუმი ქალი, პენტაკლების პაჟი და არკანი სამართლიანობა. რადგანაც თავისი დამოვარდა სამი არკანი, წავიკითხავ მათ. მეგობრებო, იცით ახლა როგორი ფრაზა მომივიდა თავში? შენ ფული არ გაქვს, იმიტომ რომ შენ მას მუდმივად ითვლი. დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა, თუ გჭირდებათ ჩაიწერეთ კიდევაც, იმიტომ რომ აქ თითქოს სამყარომ მოგმართათ თქვენ ამ სიტყვებით.
რომ აი თქვენ ფინანსური პრობლემები გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ ამ ფინანსებს მუდმივად ითვლით, მუდმივად დაძაბული ხართ. დიახ, რა თქმა უნდა, დათვლაც, ანალიზიც, სწორი განაწილებაც ეს ყველაფერი საჭირო არის, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს ხდებოდეს ისტერიულად. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და მოდით ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტს რა ელოდება ფინანსურად ნოემბრის თვეში და არკანი კოშკი. აქ იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობის ფუნდამენტალური ჩამოშლა პირველ რიგში, მაგრამ არა ნეგატიური, არამედ პირიქით პოზიტიური გაგებით თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც ძველი პროგრამები იმსხვრევა თქვენში, მაგალითად თუ თქვენ აქამდე დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ფინანსები ავტომატურად ნიშნავს, რომ ბევრი ფული პროსტურად ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ცუდი ან რაღაც მსგავსი, ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრევა თქვენი ნეგატიური სტერეოტიპები და პროგრამები ფინანსებთან დაკავშირებით და ნახეთ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, აქ ზოგი თქვენგანი შემთხვევაში დიდი შანსია იყოს ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მაგალითად სახლის ყიდვა ან გაყიდვა, ხო, ან მანქანის თუნდაც, ან ერთი ადგილმდებარეობიდან მეორეში გადასვლა. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ ქირით, ერთი ადგილიდან მეორეში შეიძლება გადახვიდეთ, იმიტომ რომ რაღაც ასეთ ცვლილებებს ვხედავ, რაღაც ასეთ მოულოდნელ პერსპექტივებს ან მოულოდნელ შანსებს ვხედავ, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის ის, რომ ფუნდამენტალურად ჩამოიშლება თქვენი ნეგატიური პროგრამები ფინანსებთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები ნოემბრის თვეში. პენტაკლების პაჟი და თასების მეფე ამოვიდა ისევ. იცით, აქ რაღაც მცირედი პრობლემა შეიძლება იყოს ნოემბრის დასაწყისში, რომელსაც ძალიან მარტივად მოაგვარებთ. მოაგვარებთ აუცილებლად რაიმე სახის პრობლემები თუ არის. კი ბატონო, ნახეთ, თუ გაქვთ რაიმე სახის პრობლემები, ან ახლო მომავალში გაგიჩნდებათ, ნოემბრის დასაწყისში, იცოდეთ, რომ თქვენ ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებთ, რაც არ უნდა იყოს. თქვენ აუცილებლად გექნებათ იმის შანსი, რომ მოაგვაროთ თქვენი რაღაც კონკრეტული ფინანსური პროგრამაც, ხო? და ნახეთ, აქ უკვე მოდის რაღაც ახალი ენერგიები, სიახლეები, თითქოს რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე არა უბრალოდ გაიმარჯვებთ, არამედ რაღაც სრულიად ახალ ენერგიებში გადადიხართ, თითქოს მეორე ვარიანტი. თითქოს საკუთარ თავს, საკუთარ ფინანსურ ენერგიას ავსებთ სრულიად ახალი ტალღით, სრულიად ახალი ენერგიებით. იმიტომ რომ აქ მთავარი რაც მოდის, ეს არის ძველის ფუნდამენტალური ჩამოშლა და ახალი ენერგიების შემოსვლა, გამარჯვება პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ ძველ შეხედულებებზე, რაღაც კონკრეტულ ნეგატიურ მდგომარეობაზე, ფიქრებზე, პროგრამებზე, რაც მთავარია. პენტაკლების 7-იანი, კვერთხების ტუზი. ნახეთ, თქვენ აქ რაღაც კონკრეტულ სფეროში, ან ზოგადად ფინანსებში დებდით ძალიან ბევრ ენერგიას. გავიმეორებ, რომ ყველაფერი არის ენერგია, მათ შორის ჩვენი ყურადღებაც. და თითქოს ეს ყველაფერი განა ანაზღაურდება, არამედ ყველაფერი იქნება ძალიან შედეგიანი. რაშიც თქვენ გგონიათ, რომ ტყუილად დახარჯეთ თქვენი დრო, ფინანსური ენერგია, ზოგადად ენერგია, ზუსტად ის აგინაზღაურდებათ მაქსიმალურად მძლავრად. აქ თქვენს რეალობაში მოდის აშკარად ახალი პერსპექტივები, სიახლეები. ან ადგილმდებარეობის შეცვლა, ან სამსახურის გამოცვლაც კი შეიძლება იყოს ეს, ან სამსახურში სხვა შენობაში გადასვლა, ხო? მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ცვლილებები საბედისწერო იქნება თქვენი ფინანსებისთვის და საბედისწერო კარგი გაგებით. კი, ახლავე შეიძლება ნოემბერშივე შეიძლება ვერ იგრძნოთ მძლავრი ცვლილებები, თუმცა ვფიქრობ ნოემბერშივე იგრძნობ რაღაც მცირე ცვლილებებს. მაგრამ ცვლილებები აუცილებლად
იქნება. და პირველ რიგში ნოემბერშივე რასაც იგრძნობთ, ეს არის გამარჯვება რაღაც კონკრეტულ ნეგატიურ პროგრამაზე საკუთარ თავში, ფინანსებთან ან კარიერასთან დაკავშირებით. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.